მოგესალმებით მეგობრებო, წეღან ჩავთე ლაივი 1600 ადამიანი მყავდა დაპატიჟებული ამ ლაივის თვის და გამომირთეს ინტერნეტი. რატომღაც ინტერნეტი არ იყო კარგი და გამოირთო. თუმცა ამჯერა რომ მე არ იყო კარგი ინტერნეტი და გამოირთო, აქედან გამომდინარე მაინც არ მივდები და ამიტომ კიდევ გავაჟღერებ ამ თემას. ესე იგი იმ ლაივში მქონდა ესეთი გამოკითხვა რომ იღებ თუ არა თამარ მეფის აკლდამის გახსნაში მონაწილეობას, კი ან არა და აქაც დავწერე ეს კითხვა, თქვენ თუ გინდათ რომ მიიღოთ თამარ მეფის აკლდამის გახსნაში მონაწილეობა, ძალიან გთხოვთ დამიწერეთ კი ან არა. სანამ ამას გავაკეთებთ, მე მინდა რომ გადავაზიაროთ ეს ყველასთან მეგობრებო, იმიტომ რომ მე წეღან 1600 მეგობარი დავპატიჟე და 1600 მეგობრის დაპატიჟების დროს ინტერნეტმა, Facebook-მა არ ვიცი საიდან როგორ უცბად გაიგეს, მაგრამ ვიდეო გამითიშეს და დაწყებული ლაივი გათიშეს. ახლა მე გთხოვთ რომ გააზიაროთ ეს მეგობრებთან, მეც გავაზიარებ მეგობრებთან. ესე იგი anfragen ყველას გადაუზიარეთ, ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ მინდა რომ ძალიან ბევრმა ნახოს ეს, რადგან ჩემი წინა ლაივი თამარ მეფის აკლდამის შესახებ ესე იგი იზღუდება. გაზიარდა 240 ჯერ, სულ ცოტა 240 ჯერ და ნახვა აქვს ძალიან ცოტა. ეს აქედან გამომდინარე კიდევ ის კომენტარი, რომელიც ჩემს მაყურებლისგან დამიმტკიცდა, რომ გადააზიარა ჩემი ვიდეო, მაგრამ ამის გაზიარების უფლება არ მისცეს, ამტკიცებს იმას, რომ ამ ვიდეოს ზღუდავენ. რატო ზღუდავენ, არ ვიცი, ვის არ აწყობს თამარ მეფის აკლდამის გახსნა, აკლდამის გაჟღერება ერში, არ ვიცი, მაგრამ აი ახლა მე ვდგავარ და ყველას ვპატიჟებ თქვენთან ერთად თამარ მეფის აკლდამის გახსნასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა გკითხოთ თქვენ, თუ თქვენ თვლით რომ თამარ მეფის აკლდამა უნდა გაიხსნას, ძალიან გთხოვთ რომ დამიწეროთ, უნდა გაიხსნას, ან უბრალოდ კი უნდა გაიხსნას, ან მარტო კი და თუ თქვენ თვლით რომ თამარ მეფის აკლდამის გასახსნელად ჯერ ადრია, დაწერეთ რომ არ უნდა გაიხსნას, ან ჯერ ადრია, ან თქვენი მოსაზრება დაწერით, რატომ არ უნდა გაიხსნას თამარ მეფის აკლდამა, ან რატომ უნდა გაიხსნას თამარ მეფის აკლდამა. თუ თქვენ ჩემი მოსაზრება გაინტერესებთ იმასთან დაკავშირებით, რატომ უნდა გაიხსნას თამარ მეფის აკლდამა, რომელსაც ვეთანხმები, რომ უნდა გაიხსნას თამარ მეფის აკლდამა, მაშინ მე თქვენ დღეს ამაზე გაგესაუბრებით და ძალიან გთხოვთ, რომ ეხლავე გადაუზიაროთ ეს ლაივი, ეხლა სანამ ლაივში ვარ, იმიტომ რომ შემდეგ, როდესაც ლაივით დასრულდება, ლაივს ზღუდავენ და არაჩვენებენ ხალხს. და რაც შეეხება ძალიან ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს ამის შესახებ, რადგან სრულიად საქართველოს მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ თამარ მეფის აკლდამა ჩვენ ვიპოვეთ და უკვე ვიცით სადაც არის, მხოლოდ ამ აკლდამის გახსნას გუშინ ველაპარაკე, ჩავირთე, მე მგონი კიდე გაითიშა. მოკლედ გუშინ ველაპარაკე ერთ ბერს და მივხვდი, რომ ძალიან არასერიოზულად იღებენ ამ საკითხს და ესეთი საუბარი მქონდა ძალიან ჩემ და გასაკვირად, რომ კიო, იპოვეო შენო, მაგრამ გახსენიო. მე ვინ გამახსნევინებს, მარტო მე როგორ გავხსნა, რანაირად გავხსნი მე მარტო თამარ მეფის აკლდამასთან ვინ მიმიშვებს, იმ ეკლესიას პატრონი ყავს. და აბაო როგორ დაგიჯერო ისეო თუ იპოვე თუ არაო, გესმის და იცით რა არის? ესეთი რაღაცა მინდა გაგიცხადოთ რა. ამ პოზიციაზე რომ დარჩებით, რომ ღმერთს რომ ჩამოვიყვან ციდან, მერე ტაში დამიკრათ რა. ეგეთი პოზიცია მე არ მომცა ღმერთმა, ამის შესასრულებლად მე არ მოსულვარ. მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ხალხი გამოფხიზლდეს. და თამარ მეფის აკლდამის შესახებ მე გავხსნიდი თუ ვინ გახსნიდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე ღრმად მწამდა ბავშვობიდანო თამარ მეფის კაბას მე ვიპოვიდი და აი აგერ მართლაც ამიცხადდა და გამიცხადდა, წერილი მომივიდა ხალხო. და ისე ნუ გამოხვალთ, რომ აი მოდი დავჯდეთ ეხლა და ამ პატარა გოგომ თუ რა ვიცი 40 წლის ქალბატონმა გაგიჟებულმა თუ ძალიან ჭკვიანმა, როგორც აღმიქვათ, ხო, 1000 გვარი თავი არსებობს და 1000 გვარი აზრი არსებობს, ამან გააკეთოს მარტო ყველაფერი რა, ეგრე არ გამოვა ხალხო.
თქვენ თუ არ გაინტერესებთ მეთქი, ხო? მე საერთოდ არ მაინტერესებს და მე ერთადერთი ის მაინტერესებს, რომ სრულიად საქართველოს მოსახლეობამ გაიგოს ეს საკითხი რა. და როგორ გადაწყვიტავს სრულიად საქართველოს მოსახლეობა, ამას მე თვითონ ვიხილავ და თქვენც თქვენი თვალით ვიხილავთ. ძალიან გთხოვთ, რომ დაპატიჟოთ ხალხი, გესმით? აი ეხლა ამ ლაივშივე დაპატიჟოთ და კითხვა-პასუხის რეჟიმში ვიყოთ. 10 ადამიანი მიყურებს, მარტო გადააზიარეთ რა. რატო არ აზიარებთ? მარინუს გინდა გამოგაჩინო? გამოგაჩინოთ კადრში? შენ სიტყვი შენ სათქმელს? იტყვი შენ სათქმელს? Was ich sagen tako? Sagst du auch was dazu? რამე თქვი რა? რამე თქვი? არ ვიცი, რაღაცა მაინც თქვი და მათო არის, მათო აქ არის კუთხეში მათო და თქვენ სადახათ? 10 ხალხი უხურეთ და სადახათ საერთოდ? მათო არის ეს ქალი. მათო არის ეს ქალი. ყველაფერი თავისი სულგზე არის და სადახათ თქვენ საერთოდ? სადახართ, აი მართლა სადახართ. მარტო ერთმა ადამიანმა უნდა აკეთოს და მარტო ერთმა ადამიანმა უნდა ბიჭო 800 წლის დამალული ინფორმაცია გაგვეხსნა. ეს სენსაციური რამე. მე რო არ დავდექი და მედიას რო არ დაუკავშირდი და იქ რო არ ხო და მეგობრებო, როგორ გითხრათ ეხლა წერილი მომივიდა ხალხო. სახელი და გვარებით დასათაურებული არის რომელი მე იცით როგორ პოზიციაზე არ მინდა ვიყო, რომ თავს ვიმართლებდე, რომ აი მე მართლა ვიპოვე თამარ მეფის აკლდამა რა. მართლა გეუბნებით, სულაც არ მაინტერესებს მე ამ თამარ მეფის აკლდამის გახსნა. მე უკვე ვიცი სადაც არის და მე ზუსტად ვიცი, თავზე დავადექი იქ და ნიჟარაძეებით ვნახე და იქ შესულიც ვიყავი და ზუსტად დავინახე, რომ შესასვლელი სადაც არის და შესასვლელი სადაც არის. რაც მაგალითად ვერ გაიგეს, 4ჯერ იმ ეკლესიაში იყვნენ უშიშროება თუ საპატრიარქოს ხალხი და ვერ გაიგეს როგორ არის შესასვლელი იქ. ვერ გაიგეს, იმიტომ რომ სულიწმინდამ რაც არ უნდა ხვირწინ გედოს, ხო? თუ არ უნდა სულიწმინდას რომ შენ გაგიცხადდეს, არ გაგიცხადდება ხალხო, თვალები დაგიბრმავდება და არ გაგიცხადდება. და ვისაც უნდა რომ სულიწმინდას ვისაც უნდა რომ გაუცხადოს, იმას სულ სადღაც გადამალულში რო იყოს, იმას გაუცხადებს, გესმით? გადააზიარეთ რა, გადააზიარეთ ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ამ აკლდამის, თამარ მეფის აკლდამის გახსნა თქვენ თუ არ გსურთ, მე საერთოდ არ გსურს. და არ ვიბრძოლებ ამისთვის რა, მართლა არ ვიბრძოლებ, იმიტომ რომ იცით როგორი რამეა, როცა თამარ მეფის აკლდამა იხსნება, თამარ მეფე მოდის მაშინ, როცა სხვა გზა აღარ არსებობს და საქართველოს გადარჩენის ბოლო შანსი არის უკვე, გესმის? ესი აქვს დაბარებული თამარს. რომ სხვა გზა როცა აღარ არსებობს და საქართველოს რო გაუჭირდება იმ დონეზე, რომ იშლება უკვე საქართველო და ვეღარავინ ვეღარ არჩენს, ვერც ილია და ვერც ბიძინა, ამ დროს მოდის უკვე საქართველოში ის, რომელიც 800 წლის განმავლობაში ჩვენთვის დაფარული იყო და დამალული იყო, მიძინებული თამარი, გესმით? და თამარ მეფემ თუ ნახა, რომ საქართველოში ხალხი აღარ არის, ხო? ვისთვის გაახსნევინებს მტრისთვის იმ აკლდამას? არ გაახსნევინებს იმ აკლდამას მტრისთვის. და მე კიდევ ერთხელ გეუბნებით რა, იმ ეკლესიაში რაც არ უნდა მივიდნენ, უარონ, ამოთხარონ, მითხარონ და იჩხრიკავენ, ვერ ნახავენ თამარ მეფის საფლავს, სანამ იმ ადამიანს არ დაუძახებენ, რომელ ადამიანთანაც მივიდა ეს ინფორმაცია ხალხო. გესმით? არავინ არ გახსნის ამ აკლდამას. თუ არა თვით თამარ მეფის რჩეული ადამიანი არ მივიდა იქ. თამარ მეფის რჩეული ადამიანი ვინ არის? ვინც ეს წერილი მე მომაწოდა და ვინც მე გავაჟღერე. ესენი არიან თამარ მეფის რჩეული ადამიანები. ჩემი პირიდან მიწა გამისკდება და არ გავამხელ როგორ არის იქ შესასვლელი, სანამ არ ვიხილავ ისეთ მდგომარეობას, რომ თამარ მეფის აკლდამა
გასახსნელად ღირს. გესმით? რატომ უნდა ღირდეს თამარ მეფის აკლდამის გახსნა გასახსნელად? თუ საქართველოს მოსახლეობა ჯერ კიდევ გონს არის მოსული, ჯერ კიდევ ფხიზელია, თუ ახალ გამოფხიზლებულია, კარგად გამოფხიზლდა და მოითხოვს თამარ მეფის გაღვიძებას, ხო? ამ შემთხვევაში ვიტყვი. და თუ არა, მეგობრებო, ხო? როგორც გაჟღერდა ეს საკითხი, ისე ჩაიფარცხება რა. მე არანაირი ამბიცია არ მაქვს, რომ აი მარტო ჩემთვის გავახსნევინო ეს აკლდამა რა. არა მაქვს ამბიცია, იმიტომ რომ 1000%-ით ვიცი, რომ იქ არის ვიყავი და ვიგრძენი. ვიყავი და დამიმტკიც და ვიყავი და დავინახე. გესმით? ამ ეკლესიაში შესვლა მარტო არ არის ამის გახსნა. ამ ეკლესიაში როცა შეხვალ, იქ კიდე 9 კლიტურია, რომელ კლიტურშიც უნდა გაიარო. და აი ეს 9 კლიტური არავინ არ იცის როგორ უნდა გაიაროს. იციან მხოლოდ იმ ხალხმა, ვინც ეს წერილი მომაწოდა და იცოდა ფრიდო ნიჟარაძემ. ფრიდო ნიჟარაძე აღარ არის ცოცხალი ხალხო. არც ერთმა ნიჟარაძემ ის არ იცის, არც ერთმა ამ ეკლესიის პატრონმა, რომელსაც გასაღები აქვს ჩაბარებული, არ იცის როგორ უნდა შევიდეს იმ აკლდამაში. მას მხოლოდ გასაღები ჩააბარეს. მაგრამ ფრიდო ნიჟარაძე იყო განდობილი ადამიანი, რომელმაც გახსნა ეს 9 კლიტური და ნახა თამარ მეფე. მაგრამ იმდენად ძლიერი და იმდენად ძალიან მაგარი ადამიანი იყო, რომ ამის შესახებ ვისაც უნდა გაეცხადებინა, იმას დაუტოვა. სიტყვა გესმით? გესმით რა ხდება აქ? ამიტომ ამბობს, ეს ჩემი სულიერი დაარისო. სულიერი და კი არა, ეს ჩემი დაარისო. ნახეთ, დაგიწერთ აი აქ. დაგიპოსტავთ. ვინ არის თამარ მეფე? ეს პლუს ეს მეორესაც დავდებ, რომ კარგად დაინახოთ. ამაზე ამბობს ბატონი ფრიდო ნიჟარაძე, რომ ეს ჩემი დაარისო, გესმით რას ამბობს? ჩემი დაარისო. და მე როცა ვიკითხე ნიჟარაძეებთან, რომ მისი და მართლაც გავდა აი ამ ნახატს, მითხრეს რომ არა. და მაშინ მივხვდი, რომ ის ამბობდა მის სულიერ დაზე, რომ ეს ჩემი სულიერი და არისო, გესმით? ეს მისი და არის, სულიერი და, ვინ არის ეს, თუ არა თამარი. რატომ მივხვდი, რომ თამარ მეფის აკლდამაში ჩახედული აქვს და თამარ მეფე ნანახი ყავს ფრიდო ნიჟარაძეს იცით? იმიტომ რომ აი ამ დეტალებში ზუსტად ის ერთი დეტალი აქვს. ჩაქსოვილი, ამას ვერ დაინახავთ თქვენ, სანამ მე თიც არ დაგადებთ რა. აი აქ, აი ამ სურათის უკან რომელი სურათიც არის, იქ აქვს ისეთი დეტალი, რომ მას რომ არ ენახა თამარი, ვერ დახატავდა ამას. ვერ დახატავდა, გესმით? და არ დახატავდა. ამიტომ არის, რომ ის დეტალები, რომელიც მე გამანდეს, ხო? ამ დეტალებმა პირდაპირ მნიშვნელობით და ბატონმა ფრიდონმა დამიდასტურა ის, რომ ეს 100%-ით კი არა, 1000%-ით ჭეშმარიტება, ეხლა მე რასაც თქვენ გეუბნებით თამარ მეფის აკლდამასთან ვდგავართ. გესმით? მაგრამ იქ შესასვლელს ვერავინ ვერ იპოვის. კიდევ ერთხელ გეტყვით რა, სანამ ვითარება არ მომწიფდება იმისათვის, რომ თამარ მეფის აკლდამა გახსნად ღირდეს. არა და არა. და ვიღაცამ დამიწერა, შენ დიდ უფლებებს დააძლევ შენ თავსო, რომ ამას ამბობო რა. და იცით რა არის მეგობრებო? დიდი უფლება რო არ მქონდეს მე, ეს წერილი ჩემთან არ მოვიდოდა. არ მოვიდოდა ეს წერილი ჩემთან, გესმით? არ დაუშვებდა ამას სულიწმინდა, რომ ეს წერილი ჩემთან გაჟღერებულიყო, რომ არ ვიყო დიდი უფლებების მქონე. მაგრამ დიდი უფლებების მქონობა არ ნიშნავს იმას, რომ მე ვიღაცაზე მაღლა ვდგავარ, ან ვიღაცას აღვემატები. უბრალოდ ჩემი თავმდაბლობა
რომ დაინახა სულიწმინდა, მაგიტომ მომაწოდა მე ეს წერილი და ამიტომ გამხადა ამის ღირსი, რომ ცოდნოდა სად არის თამარის აკლდამა. გესმით? და მადლობა უფალს ამისათვის. კიდევ ერთხელ გეუბნებით რა, როგორც გავაჟღერე, ისეთ დაიფარცხება ეს, ჩაიფარცხება და მიიმალება ეს საკითხი, თუ თქვენ არ იაქტიურებთ. თუ თქვენ იაქტიურებთ, პირდაპირ გეუბნებით, თუ თამარი ნახავს, რომ საქართველოს მოსახლეობა ცოცხალია და ერთად დგას ერთ ადგილზე და არა აქ ვირტუალურ სამყაროში და ზოგი ამერიკაში და ზოგი საბერძნეთში, არამედ ერთად დგას ერთ ადგილზე და მოითხოვს თამარ მეფის აკლდამის ნახვას, ზოგს ფეხზე კიდია, ხა არც არის აუცილებელი რომ ყველას აინტერესებს თამარ მეფის აკლდამა. ვისაც აინტერესებს, ის თავის სულის მისიას იცნობს. ბოლო ჟამია და არ არის დაფარული რომ არ გაცხადდეს და ბოლო ჟამია და დაფარული რომელიც არის ცხადდება. გესმით? ბოლო ჟამთან ვდგავართ და ბოლო ჟამის დროს ყველაფერი გაცხადდება. მაშასადამე თამარ მეფის აკლდამაც გაცხადდება, გესმით? დაფარულში არაფერი არ დარჩება და გწამდეთ ამის. აგერ იმაში სამებაში 7 ტოტა მენორა გადმოყირავებულა. ნიშანია, მეგობრებო, ყველაფერი ნიშანია. აგერ სულ რამდენიმე კვირის წინ განვიხილეთ 7 ფეხა მენორის 7 ტოტობა, 7 ტოტა მენორის 7 ფეხობა და გადმოყირავდა, ხო? გადმოვაყირავეთ, ხო? და აგერ გადმოყირავდა კიდევაც სამებაში. ხო, ვისაც არ გჯერათ და ვინც ბრმა და ყრუხართ, ვერ დაგაჯერებთ მამაზეც იერიწყი, მაგრამ სული წმინდა, სულ სხვა საკითხია რა. სული წმინდა არის წმინდა სულებში. და ვისაც წმინდა სული არ აქვს, ის რომც აიღო და არ ვიცი, გაბერო, ჩაბერო, გამორეცხო, გადარეცხო, შეავსო, გადმოავსო, ვერ გაიგებს. ვერა, თუ სული წმინდასთან კავშირი არ აქვს რაიმე კაბას, რომელიც დადის ზეზეურად ზომბირებული. გესმით? ბოლოჯერ ვაცხადებ ახლა თამარ მეფის აკლდამის შესახებ და მე მათხოვრობას არ დავიწყებ აქ, რომ ხალხო გაიგეთ და გააზიარეთ და ეს და არ მაინტერესებს რა. არ მაინტერესებს. თქვენ რას იზავთ, მე არ მაინტერესებს. მე ვაკეთებ სულიწმინდის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რასაც მეუბნება, გააცხადე ეს ხმამაღლა, გავაცხადე ეს ხმამაღლა. ვის გაუცხადო? ყველას. აგერ ყველანი დგახართ აგერ და გეზარებად გადაზიარება, გესმის? გადაზიარება, გეზარებად უბრალოდ რა. რატო არ აზიარეთ ახლა ამ ლაივს? 18 ადამიანი ხომ იყურებთ. აი არც ერთმა არ გადააზიარეთ. რატო? გეკითხებით, რატო? ხრცხვენიათ? გეშინიათ? რა გინდათ ვერ ხვდები? აი მითხარით, რატო ვერ აზიარებთ? არ შეგიძლიათ? ხრცხვენიათ? ჩემი ხრცხვენიათ? გეშინიათ რომ მე რამე არ გიყონ? ანუ ამ სამიდან რომელია ერთ-ერთი მიზეზი, მაინც მითხარით, რატო ვერ აზიარებთ და ეს 18 კაცი ახლა ვინც მიყურებს რა? რატო გეკითხებით, იცი? მაინტერესებს რა, ადამიანი ვარ და მეც მაინტერესებს, რატომ ვერ აზიარებთ? მე შეიძლება სხვანაირად მოგიდგეთ რა, სხვანაირად ვილაპარაკო, სხვანაირად გავუშვა მესიჯები, როცა გავიგებ, რატომ ვერ აზიარებთ ჩემს ლაივებს, აი ახლა ამ ლაივს რატო ვერ აზიარებთ? მაინტერესებს ძალიან. არ გესმით? ხელები არ გაქვთ? ინტერნეტი არ გაქვთ? გცხვენიათ რომ თქვენ მანათესავებმა და მეგობრებმა ნახო რომ მე გამაზიარეთ? გეშინიათ რომ ვინმე რამე არ დაგიზიანოთ ამის მერე? აი ამ 6 მაგალითიდან მითხარით რომელია თქვენი რა? თქვენი ვარიანტი. თამრიკო ეგებ გამოიღვიძოს ერმაო. კი, ეგებ გამოიღვიძოს ერმა, იმიტომ რომ აგერ გითხარით რა, ჩემს ღვიძლ ძმას ვესაუბრე გუშინ ბერია. და როცა გახსნი მერე დავიჯერებო რა. აი ესეთი პასუხი გამცა ჩემმა ღვიძლმა ძმამ. და როგორ იცი,
აი შენი ბრძოლეო რა მე მკიდია მე მარტო ვილოცებ აქო რა და როცა გახსნი მე დავიჯერებო რა და მეგობრებო მე ჩემთვის არ მინდა ამ აკლდამის გახსნა სულაც არ მინდა მე ვიცი რომ იქ არის თამარი იქ არის თამარი და 220 ნაცნავი აქვს თმაზე 220-ზე მეტი ნაცნავი აქვს 220-ზე მეტი ნაცნავი აქვს ოქროს ბურთულებით მეტი რაღა გითხრათ იქ არის თამარი რა დეტალებში არის აღწერილი თამარი ამ წერილში არ არის დეტალებში აღწერილი თამარი როგორია ეს ცალკე ინფორმაცია მომივიდა კიდე მაგრამ ამ წერილში აღწერილია როგორ არის დეტალურად შესასვლელი იმ ადგილზე ხო მოცალიკიო რატო გტკივა მოცელდები მე ვაზიარებ დიდი სიამოვნებით გავაზიარე არა პრობლემა რატო არ მიჩვენებს რომ აზიარეთ აქ არ მიჩვენა რომ გააზიარეთ 30 მიყურებთ ნუ ესე იგი ჩემი Facebook-ი აქ მიჭედავს და 18-ს მე შეიძლება არც მაჩვენებს რომ აზიარეთ ხო ნუ რა თქმა უნდა ხა იმ ადამიანს რომელიც ჭეშმარიტებას ლაპარაკობს ებრძვიან ყოველთვის აი მე კიდევ გეტყვით რა რატო მოისურვა თამარმა ჩემი აზრი კი გაინტერესებთ რატო მოისურვა თამარმა რომ თქვენთან მოსულიყო ეს ინფორმაცია და ჩემი პირით მოსულიყო თქვენთან ეს ინფორმაცია და არა ილია მეორის პირით არა ვიღაცა ივანიშვილის პირით არა ვიღაცა პარლამენტარის პირით არა ვიღაცა განდობილის პირით სხვათა შორის განდობილებს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და მათთან როგორც ჩანს ხედავენ ჩემს მდგომარეობას ხედავენ ვინ ვარ მე რომ ეს წერილი ჩემთან გამოაგზავნეს გესმით ხო და რატომ განდობილები ამას არ გააჟღერებდნენ განდობილებმა იმ ადამიანს მისცეს ვინც აირჩიეს თვითონ რა ვისაც გამოიცხადა და მათ სულიწმინდამ ვისთან უნდა მისულიყო ეს წერილი და ისეთი ადამიანის ხელით მომივიდა მე ეს წერილი რომ აი სულ ცოტა ჩემნაირად ძლიერი ქალბატონია რომელიც არანაკლებ ბაგრატოვანთა შტო არის და თამარის ნაწილია ისიც და ასევე როგორც მე გელაპარაკებით ბაგრატოვანთა შტოდან თამარის ნაწილი მეც თამარის ნაწილი ვარ რა გესმით და ეს წერილი რომელიც მე მომეცა ხო ამ არაჩვეულებრივი და სულიწმინდის მატარებელი ადამიანების ხელით არ მომეცემოდა მე რო არ ყოფილიყავ ის პირი რომელსაც უნდა გაეჟღერებინა თქვენთვის გადაეცემოდა ილიას გადაეცემოდა სხვას მაგრამ აგერ ილიასთან არ უშვებენ ხალხს ხალხო აგერ 4 წელია ვდგავარ და ყვირი რამდენ მეუფეს მე ვიცნობ და რამ ჩემი ძმაც მაგ სფეროშია ყვირი და გიჟი ვგონი ვარ გესმით და აგერ ვეუბნებ ინფორმაციას თამარ მეფის აკლდამა მაინც გამახსნევით მაინც გაიგეთ რომ აგერ წერილი მომი არც ეგარჯერად ანუ ურწმუნო თომები არიან გესმით ურწმუნო თომასავით არიან გადაქცეული სრულიად საპატრიარქოს წარმომადგენლობა დღეს და რატომ მოისურვა თამარ მეფის საზოგადოებამ თამარ მეფის რჩეულებმა რომ ჩემი პირით გაგნდობოდათ თქვენ ის საკითხი რომ თამარ მეფის აკლდამა რატო აკეთებ დედიკო ამას რატო აკეთებ თამარ მეფის აკლდამა უნდა გაიხსნას უკვე პირდაპირ გეტყვით რომ ყველაზე უბრალო ადამიანი ვინც ნახა იმას გადასცა წერილი რა ყველაზე უბრალო და მართალი ადამიანი ვინც ნახა იმას გადაეცა ეს წერილი პირდაპირ გეუბნებით მაგას რა და სულიწმინდას სხვა გზა არ აქვს სულიწმინდის გზა არის მხოლოდ უბრალო და მართალი ნუ აგერევათ ის საკითხი რომ როცა მღვდლები ელოდებოდნენ მესიის მოსვლას ვირზე შემომჯდარი იესო დაიწუნეს და ასევე ნუ აგერევათ ის საკითხი რომ როდესაც ადამიანები მოელიან ხსნას ისევ უბრალო და მართალი ადამიანი თუნდაც ვირზე შემომჯდარი იხსნის ამ საკითხიდან გაჭირვებიდან ხალხს
მსგავსი ქრისტეს მსგავსი გესმის? ქრისტეს მსგავსი არასდროს არ მივა პილატესთან და ეთქვის პილატე იცი რა მე ხლა მოსული ვარ მამის სახელით და მე თქვენ უნდა გამაცხადებინოთ ხალხში არ მივა მედიასთან პილატე მედიაა არ მივა მღვდელთან რაბისთან და ეთქვის მე მომიყვანა მამამ და ეხლა უნდა გამაცხადებინოთ ხალხთან არამედ პირველ რიგში მივა მამასთან ხალხთან მივა და ხალხთან დაიწყებს ლაპარაკს გესმით და ასე ვაკეთებ მეც რა ხალხთან მივდივარ და ხალხთან საუბრობ არ მივდივარ მედიასთან და კიდევ ერთხელ გეტყვით რატო არ მივდივარ მედიასთან იცით ვინ არის ბაგრატოვანთა შტოდან სახელი პირადში გეტყვით ამას ანა პირადში რო გნახავთ მაშინ გეტყვით კარგით ბაგრატიონთა შთამომავლობით არ გადაიცემა სულიწმინდით გადაიცემა სულიწმინდა არ დაუკავშირდება იმ ხალხს ვინც ბაგრატოვანი არ არის და იმ ბაგრატოვანებს ვისაც ნაყიდი აქვთ გვარი არც იმას არ გადასცემს ბაგრატოვანები კიდე მარიამ ღვთისმშობლის წარმომავლობის სისხლის არიან და ნუ გაიგდეთ და ნუ გაიგდეთ ფეხქვეშ ეს ბაგრატოვანები რა და ბაგრატონიანები ნუ გაიგდეთ ესენი მართლა არიან ღვთისმშობლის სისხლის წარმომადგენელი ხალხი ქრისტეს მატარებლები არიან ბაგრატონიანები და არა ისინი ვინც მერე იყიდეს გვარები და ბაგრატიონები რო გახდნენ ბერი ნიკოლოზზე რა სიტყვით მიდით ბერ ნიკოლოზთან და კითხეთ ჩემზე კითხეთ მიდით და კითხეთ დაგელაპარაკებათ მაშინ ვიღაცამ დაწერა ერთხელო მაგისი ის ვნახეო ნიკოლოზეო მოყვაო თავისი სიზმარიო რომ ნიკოლოზმაო მითხრაო არ მოხვიდე ჩემთანო და ფეხი ვთხლიშე წიხლი ვთხლიშე მუცელშიო გადააკეთა რა ან გონებაში გადაუტრიალდა ამ ტიპს რა ვიღაცას ამ ქალს ნანას თუ ვიღაცას რომელიც მოყოლილი მაქვს ასე რომ სიზმარში ვნახე მეთქი ბერი ნიკოლოზი რომელმაც პირდაპირ ხელი მთხრიშა მეთქი მუცელში რომ არ მოხვიდე შენო და რო არ მივედი გადავრჩი იქ დიდ აურზაურს იმიტომ რომ თავი გაუტეხეს და 30 ნაკელი დაადეს იმ დღეს ერთ ადამიანს და ლაივიც მქონდა ამაზე ჩაწერილი და ნუ გადაატრიალეთ ყველაფერი რა ნუ ატრიალეთ თქვენ როგორც გინდათ ისე რასაც ყვევი ის გაიგეთ მაგალითად გუში რომ ჩემ ძმას ველაპარაკე ის არ იცოდა რატომ მივედი ილია მეორესთან 4 წლის წინ რა ქვები მიუტანა და რა ქვებზე იყო საუბარი არ იცოდა მეთქი არ მისმენთ რომ ლაპარაკობ თუ რა ხდება ვერ ხდები მილიონჯერ ვთქვი რომ ქვების მისატანად მივედი იქ და მიმაგზავნა სულიწმინდა ანდექი წაუღე ქვები ეს ქვები ილიას და ეს თურმე არ გაუგია ჩემ ძმას რომელსაც მოყოლილი მაქვს 20 მილიონჯერ რა და ეხლა გაიგო პირველად გუშინ ჩემ ძმამ თურმე და მივხვდი რომ ხალხი არ ისმენს ხალხი მართლა ყრუდა ბრმა წამსამჯერა თქვენი ღმერთს ვთხოვ მალე მოვიდეს ამის დრო საქართველოში და მალე დადგეს ეს სიხარულის დღე ამინ ნინო ამინ ამენით იესო ქრისტე და ეს დღე როგორც ჩანს უკვე დაგება იცით რა არის მეგობრებო მე ჩემი მოსაზრება ადრე გაგიჟღერეთ თამარ მეფის აკლდამასთან დაკავშირებით თამარ მეფე გარდაიცვალა 41 წლის ასაკში 41 წლის ასაკში იყო თამარი, როდესაც გარდაიცვალა. ის არ გარდაიცვალა ავადმყოფობით, თუმცა ის რაც თამარს დაემართა, ავადმყოფობა არ არის, ის არის უბრალოდ უკვე გავაჟღერეთ და კიდევ გეტყვის რომ მუცელი მოეშალა და იყო დიდი ნაყოფი ქონდა უკვე მუცელში, გესმით? და ვეღარც ოპერაცია გააკეთეს, იმიტომ რომ ოპერაცია არ კეთდება იმ პერიოდში და ვეღარც გამოდევნა თამარმა ვერ გამოდევნა ამხელა ნაყოფი თავისი სხეულიდან. ამიტომ თამარ მეფემ როდესაც მუცლის მოშლა მოხდა, მაშინვე იცოდა რომ ის განწირული იყო სიკვდილისთვის. იმიტომ რომ იმას ვეღარავინ არ გადაარჩენდა. გესმით? და რატომ მოხდა თამარ მეფის მუცლის მოშლა? იმიტომ მოხდა რომ ის ადამიანი მოუკლეს, ვინც შვილის მამა იყო. მოუკლეს. და ინერვიულა და ამიტომ და მოეშალა მუცელი.
და ვიღაცა მითხრა ეს თქვენი ინტერპრეტაციებიაო და იცით რა მეთქი? რა მოხდება მეთქი? ეხლა რომ გავხსნათ თამარ მეფის აკლდამა და მართლაც მუცელში აღმოჩნდეს 5 თვის ფოტუსი. რა მოხდება მაშინ? რას დავარქმევთ ამ ყველაფერს? ინტერპრეტაციებს? კი, ხალხი ყრუა და ბრმა იყურებოდით და ვერ ხედავდეო, ასია. კი, რუსა ესია. კომენტარებს ვერ ხედავ. შეგნებულად გზავნიან ბერ ნიკოლოსთან პროვოკატორებს, რომ ხალხს შეაძულონ ბერი ნიკოლოზი, მაგრამ არ გამოუვათ, არა. ბერ ნიკოლოსთან მიდით, ვისაც გაინტერესებთ, ჩემი აზრი ბერ ნიკოლოზზე, მიდით ბერ ნიკოლოსთან და კითხეთ ჩემს შესახებ. იმის აზრი გაიგეთ ჩემზე. იმის აზრი ხო იცით რომ ის ყველაფერს ხედავს. ხო და მიდით მასთან და გაიგეთ მისი აზრი ჩემზე. კითხეთ, პირდაპირ კითხეთ, აი როდესაც გამოდის ხოლმე, მაშინ კითხეთ რომ არსებობს ესეთი თამარის ლაივებს წერს და თამარ მეფის აკლდამა ნახა. რა ვიცი, როგორც გინდათ ისე უთხარით რა, ეხლა ტექსტი მე არ უნდა დაგიწეროთ, მართალი რო გითხრათ და რაც გინდათ ის კითხეთ ჩემზე და გაიგებთ ვინ ვარ მე რა. მეტი რაღა გითხრათ ეხლა. ეხლა რა ხდება? რატო არ მიდის ილიასთან, რატო არ უშვებენ ილიასთან? რატომ არ მიშვებენ ილიასთან? ამაზეც მომივიდა პასუხი რა. არა ვისგან, არამედ ზეციდან, სულიწმინდისგან და გეტყვით რატომ არ მიშვებენ ილიასთან. თქვენ იცით რომ დღევანდელ საპატრიარქოს მომჯდარი არის სრულიად უცნაური ენერგია და ჯოჯოები და სრულიად უცნაური კი არა და ბოროტი ძალა. ილია მეორე ყავთ, როგორც ესე აი გამომწყდეული, ქაჯეთის ციხეში რომ ნესტან დარეჯანია გამომწყდეული, იქ არის ილია მეორე გამომწყდეული და მას ამყოფებენ როგორც ტყვედ. არც თავის ხორციდან უშვებენ, არც გარეთ უშვებენ, არც ვინმეს უშვებენ მასთან თუ არ არის ამ კლანის წარმომადგენელი. თვითონ სატანის კლანის წარმომადგენელი თუ არ არის, ილია მეორესთან არ მიუშვებენ. სუფთა და წმინდა სულიწმინდის გზავნილებს როგორც ჩანს ილიასთან არ უშვებენ, აგერ ჩემ ტყავზე გამოვცადე. მაგრამ ეს ადამიანი მოითხოვს თავისი პირით გადასცა სხვებს რომ მოვიდეს ჩემთან ის ადამიანი, ვისაც მე ველაპარაკე. გესმით? მოითხოვს, შველას მოითხოვს. მაგრამ ვერავინ ვერ შველით, იცი რატო ვერ შველით ვერავინ? იმიტომ რომ მე მიყურებთ და მტერი გონი ვარ. დიდხან სიცოცხლეს უსურებთ ადამიანს, რომელსაც ბიჭო, წარმოიდგინეთ ერთი წამით თქვენი თავი მის მდგომარეობაში რა. ადამიანს ადგომას აღარ შეუძლია, აღარ სწოლა შეუძლია. იმ მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც დღეს ილია არის, წყევლაა რომ ვიღაცამ კიდე უსუროს დიდხან სიცოცხლე რა. ის რომ ვერ გამოჯანმრთელდება და ფეხზე ვერ დადგება, იცით. დიდხან სიცოცხლე შეიძლება ადამიანს უსურვო, როცა ახალგაზრდა არის და რაღაცა გადაიტანა, რაღაცა თქვა დაავადება, ჩავარდა ერთი პერიოდი ლოგინში და იცი რომ ის გამოჯანმრთელდება და ისევ ფეხზე დადგება, მაგრამ იცით რომ ეს ადამიანი ფეხზე ვეღარ დადგება. მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და საშინელება იწვევს სადისყიდელი სარეცელზე, ვერც ინძრეოდე, ვერაფერს ვერ ახერხებდე, იყო დატყვევებული და ნატრობდე მხოლოდ ერთ ღმერთო ოღონდაც გამიყვანი ამ ჯოჯუხეთიდან. და თქვენ სრულიად საქართველო უსურებთ იმას, რომ სრულიად საქართველო არა, მაგრამ საქართველოს რაღაცა ნაწილი უსურვებს დიდხან სიცოცხლე ჩვენო პატრიარქო, ხო, თქვა. და როდესაც ეს კომენტარი დავწერე, რომ ბიჭო, წარმოიდგინე მის მდგომარეობაში თავი რა, რო უსურვებ ესეთ რაღაცას, ისეთი რამე მაინც უსურვე, რომ იმდენხან სიცოცხლე რამდენსაც ღმერთი მოგცემს. ესე მაინც უსურვე. და გამომიხდა ეს ადამიანი და მითხრა, ამდენ კომენტარში მხოლოდ ერთი თქვენი კომენტარი არის ნეგატიური. რა არის მეთქი ამაში ნეგატიური? ყველაზე რეალური კომენტარია, რაც მე დავწერე. წარმოიდგინე, მეთქი, შენ იმ ადგილზე, იმის ადგილზე თავი და გისურვებ, რომ მაგ მდგომარეობაში იყო და მთელი საქართველო სთხოვდეს უფალს, რომ შენ დიდი ხანი იცოცხლო ამ მდგომარეობაში რა. მაშინ გაიგებ მეთქი რა დავწერე თქო რა.
რა გონიათ რომ ღმერთი თქვენს თხოვნას არ შეისმენს მეთქი? არ შეისმენს თქვენ თხოვნას თუ რა გგონიათ რომ ღმერთი ამდენი ხალხის თხოვნას არ შეისმენს? რა თქმა უნდა იმ მდგომარეობაში აცხოვრებს დიდი ხანი, რამდენ ხანსაც მოითხოვ იმდენ ხანს, მაგრამ შენ შედიხარ იმ ადამიანის მდგომარეობაში, რომელსაც ზეზეურად დგომაც კი აღარ შეუძლია, პირის დაკუმაც კი აღარ შეუძლია? იმიტომ გეუბნებით, პირდაპირ გეუბნებით ტრაწი გაზდის მეთქი, პირდაპირ რო გაიგოთ რა. პირდაპირ რო გაიგოთ, ცოდუა ეს ადამიანი ბიჭო. ამ მდგომარეობაში მართლა ცოდუა. მოითხოვს გასვლას და არ უშვებენ. რატო იცით? როგორც მე მომექცით, ისე მოგექცნენ მეთქი რა. ეს წყევლა იქ კარებზე გამოთქვა ჩემმა პირმა. და ჩემი პირი არ მოქმედებს სულიწმინდის გარეშე რა. და ამაში 100% დარწმუნებული იყავით, რომ ყველა ძალა, ყველა სიტყვა, რასაც სულდგმული როგორც კი მოქმედებს, რისი ძალით მოქმედებს, ეს არის სულიწმინდის ძალით. როგორც კი შენ იტყვი, რომ სულიწმინდის ძალით არ მოქმედებსო, მაშინვე სულიწმინდას ართმევ ძალაუფლებას. მაშინვე სულიწმინდის წინააღმდეგი მიდიხარ და ურჩი ხდები სულიწმინდის მიმართ. იმიტომ ყველაფერი თვით სატანაც კი სულიწმინდის დაქვემდებარების ქვეშ არის ამ დედამიწაზე. ამ სამყაროში, სამყარში. სიტყვას დიდი ძალა აქვს, ამბობს რუსა, კი, სიმართლის მთქმელს არავინ უყვარს პირიქით. სიმართლის მთქმელი არავის უყვარს პირიქითო, კი, ეგრეა რუსა. მართალი ხარ თამარ, ბევრს არ ესმის თავისი თხოვნისაც კი. არ ესმით, იმიტომ რომ ყრუ და ბრმა ერი ტყუილა კი არ უწოდა ქრისტემ ამ ხალხს. ბრმა და ყრუ. კი, რუსა, არის უკვე, არის, განიწმინდა. ეს ადამიანი განიწმინდა უკვე. გესმის? ეს ადამიანი განიწმინდა და ამ ადამიანს წმინდად გაიყვანენ. ოღონდ შესასრულებელი აქვს თავისი საქმე. ბოლო საქმე აქვს შესასრულებელი, რომელიც უნდა შესრულდეს. ისი არ გაიყვანენ ამ ადამიანს. არ გაიყვანს სულიწმინდა ამ ადამიანს, თუ თავის საქმე არ შეასრულებინა. რუსამ კითხა, არის ილია მეორე წმინდანიო? როდესაც ამდენი ხანი სასყიდელი სარეცელზე გამყოფებენ, შენ განგწმენდნენ და ეს ადამიანი განწმინდეს. განწმენდილია უკვე, კი. ილია მეორეზე ახლა საუბარი ამჯერად. არის თუ არა განწმენდილი. განწმენდილია, კი, გეუბნებით, პირდაპირ გეუბნებით, რომ განწმენდილია უკვე რა. აი პირდაპირ გეუბნებით, რომ 4 წლის წინ როცა მიმიყვანეს, მაშინ არ იყო განწმენდილი, ეხლა უკვე განწმენდილია. ეხლა მე დავასრულებ ამ საკითხს, რომც გადააზიაროთ ეს ვიდეო, მეგობრებო, ხო? რომც გადააზიაროთ, Facebook-ის შეზღუდავს ამ ვიდეოს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ვიდეოს დაჭრა შეიძლება, ამოჭრა და დაჭრა და დაჩქარება, რომ ყველას ამდენი დრო არ აქვს, ამდენ ხანსაც მე ახლა ლაივებს წერ ხოლმე და თუ ვინმე კიდე შეასრულებს ამ საქმეს, რომ ამ ვიდეოს დაამოკლებს და დაჭრის იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რაზეც თქვენ გინდათ რომ გაჟღერდეს, მაშინ ის მოკლე ვერსია გადაუგზავნეთ პირადში თქვენს მეგობრებს რა. ხო და მეც გადმომიგზავნეთ ის მოკლე ვერსია თუ გააკეთებთ ამ საკითხს. ახლა მე ჩემი თავი ამოუჭრა და ისე ვალაპარაკო, მე რასაც ვლაპარაკობ, იმ სრულად ვლაპარაკობ და მორჩა და ვიღაცას სხვა მოკლე ვერსია აინტერესებს და ესე გადაუგზავნეთ, გესმით? არ ვიცი, ეს ამბავი ყველა ამ ამბავს ისედაც ყველა გაიგებს და თუ არ გაიგებს, ეხლა იქ მადარდეთ კიდე რა. მეგობრებო, გაკოცეთ ახლა წავედი, მე ლაივებს ხშირად არ ჩავწერ, მაგრამ როგორც ჩანს თამარ მეფის აკლდამასთან დაკავშირებით, ეხლა
მნიშვნელოვანი ინფორმაციები უნდა გაჟღერებულიყო და გაჟღერდა. მე სხვა თემა აღარ მაქვს. ერთადერთი თემა არის ის, რომ 4 წლის წინ როცა დავიწყე ყვირილი, რომ ილიასთან უნდა მივიდნენ ეს ქვები, უნდა მივიდეს გზავნილი, არავინ ყურად არ იყო. დღესაც იგივეს ვიტყვი, ისევ ილიასთან მივდივარ, ისევ იმ ქვებს მიუტან და ისევ მისგან მივიღებ პასუხს გავხსნით თუ არა თამარ მეფის აკლდამას. მე მეტი სათქმელი არა მაქვს. ილია მეორე გადაწყვიტავს, გაიხსნება თუ არა თამარ მეფის აკლდამა. მე უკვე ვიცი, რომ იქ არის თამარი. თუ ილია მეორე გადაწყვიტავს, რომ გაიხსნას თამარ მეფის აკლდამა, მე დავინახავ ვითარებას, არის თუ არა ხალხი მზად იმისათვის, რომ თამარ მეფის აკლდამა გაიხსნას და კიდევ ერთხელ გეუბნებით, აკლდამას გავხსნით თქო, თუ არა და არა და ასე. დიდი ხანი აღარა აქვს ამ ადამიანს სიცოცხლის. ძალიან მოხუცდა უკვე. და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ არ გაიყვანენ სანამ არ შეასრულებს თავის საქმეს. არ გაიყვანენ სანამ თვალებში არ ჩავხედა. გესმით? არ გაიყვანენ. აი გოგო ხარო მეუბნება ლევან კოპეიძე, მისია შესრულებულიაო და ამინ. წავედი გაგოცეთ.